მშვიდობისა ეთერშია ქრონიკა 9-ზე ახალ ამბებს გაგაცნობთ. შალვა პაპუაშვილი უნგრეთში დღეს მაღალი რანგის შეხვედრებს იწყებს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას და ორ სესიაზე სიტყვით გამოვა. გარდა ამისა, დაგეგმილია პირისპირ შეხვედრები ევროპული ქვეყნების პარლამენტების სპიკერებთან. დელეგაციის წევრების თქმით, სხვა საკითხებთან ერთად საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობებზე იქნება საუბარი. თუ როგორ წარმოუდგენია ქართულ მხარეს ამ ურთიერთობების გადატვირთვა და რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ორმხრივად. დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და ვიცე-სპიკერი გიორგი კახიანი არიან. პარლამენტის თავმჯდომარე ორჯერ გამოვა სიტყვით ამ კონფერენციაზე. პირველი სიტყვის მთავარი შინაარსი იქნება მაინც გეოპოლიტიკური ცვლილებები და საქართველოს როგორ ხედავს როგორც საკუთარ თავს, ასე უპირველეს ყოვლისა ევროკავშირს აი ამ ცვლილებებში და მეორე თემატიკა იქნება ეროვნული იდენტობის როლი და ტრადიციების პატივისცემა ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ევროკავშირის დამოკიდებულება. ჩვენ გვექნება ორმხრივი შეხვედრები, რამდენიმე როგორც დიდ ასევე ნაკლებად დიდ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარეებთან და ლოგიკურია საუბარი გარდა ორმხრივი საკითხებისა, გარდა განათლებისა, ვაჭრობისა, ეკონომიკის ასე შემდეგ, ჩვენ ასევე გვექნება საუბარი საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობებზე და აქაც როგორ წარმოგვიდგენია ჩვენ ამ ურთიერთობების გადატვირთვა, როგორ მოვედით, სად გავართ და როგორ შეიძლება წავიდეთ, რა ნაბიჯები შეიძლება გადავდგათ ორმხრივად. თბილისის ცენტრში ბარათაშვილის ხიდზე გადმოკიდებული პლაკატი წარწერით საქართველოს აღარავის დაემონება ორმა ადამიანმა ბასრის საგნი დააზიანა. ქრონიკის ინფორმაციით ერთ-ერთი მათგანი ოპოზიციის მხარდამჭერი და საპროტესტო აქციების მონაწილე ლალი კეკუა, რომელსაც ჩვენი ჟურნალისტი დაუკავშირდა, თუმცა ის მომხდართან კავშირს უარყოფს. ქრონიკამ სათვალთვალო კამერის ჩანაწერი მოიპოვა. ფაქტი მმართველ გუნდში შეფასდა. ბევრი გამოკვლევა და გამოძიება არ ჭირდება თუ ვინ ჩაიდენდა ამ საქციელს. დიდი ალბათობით არის ის ადამიანი, რომელიც დღესაც რუსთაველზე დგას და ითვლის დღეებს თუ რამდენი დღის განმავლობაში რაოდენ კარგად ასრულებს საკუთარი პატრონის დავალებას და რა დოზით ავნოს საქართველოს. გასაკვირი არ არის, რომ მან როდესაც დაინახა წარწერა, რომ საქართველოს აღარასდროს არავის აღარ დაემონებოდა, აღიზიანა, ეს აღიზიანებს მის პატრონსაც და შესაბამისად შეასრულა ის დავალება, რაშიც ეს ადამიანი ფულს იღებს. დესტრუქციული ოპოზიციის ხულიგანმა წარმომადგენლებმა ჩაიდინეს ხულიგნური აქტი და ჩამოხიეს პატრიოტული სულისკვეთების მატარებელი ბანერი. აქტიური ტენდენცია არსებობს, რომ გარეძალების ინტერესები იყოს გატარებული საქართველოში და მათ მიერ ნაკარნახევი პოლიტიკით იყოს წარმართული საქართველოს ყოველდღიურობა, რასაც ცხადია მართული გუნდი უპირისპირდება. იმედს გამოვთქვამ, რომ გონს მოეგებიან ეს ახალგაზრდები, მალე მათ შორის ჩემი თანატოლები და მიხვდებიან, რომ უმთავრესი ღირებულება, მათ შორის უმთავრესი ევროპული ღირებულება არის სუვერენიტეტის დაცვა, კრიტიკული აზროვნება და შენი ეროვნული ინტერესის შესაბამისად მოქმედება. მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის შესახებ კონკრეტული კვლავ არაფერი თქმულა, თუმცა ოპოზიციის ნაწილი რეგიონებში პარტიულ შეკრებებს აქტიურად მართავს და სხვადასხვა სახელით ფუთავს. მაგალითად, ლელოს წარმომადგენლები წალეჯიხის შემდეგ გუშინ ბათუმში ჩავიდნენ. თუ რატომ არ აკეთებს ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ საჯარო განცხადებებს, მმართველ გუნდში ამას გარე დირექტივებს უკავშირებენ. ოპოზიციური პარტიების ნაწილი უკვე ემზადება არჩევნებისთვის, ისინი მართავენ სხვადასხვა შეხვედრებს რეგიონებში, ტრენინგები, სემინარები და ასე შემდეგ. რეალურად ისინი ემზადებიან თვითმმართველობის არჩევნებისთვის, თუმცა ამის თქმაც ასე ხმამაღლა და დამაჯერებლად ჯერ ვერ ბედავენ, რადგან როგორც ჩანს, გარედან დავალება ბოლომდე არ აქვთ მიღებული. ჩვენ ემზადებით უკვე მე-10 საიუბილეო გამარჯვებისთვის, ჩვენ უახლოეს კვირეებში დავიწყოთ უკვე საარჩევნო კამპანია, ჩავალთ ყველა რეგიონში და დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს მოსახლეობა მხარს დაგვიჭერს 64 მუნიციპალიტეტში. ისინი მთლიანად ორიენტირებულები არიან, რა დავალებას მიიღებენ თავიანთი პატრონებისაგან. არა აქვთ რაღაცა ჩამოყალიბებული სტრატეგია. თვითონაც ვერ ერკვევიან, რა უნდა ერთმანეთში აქვთ დაპირისპირება, თუ ძალაუფლების წყურვილი მათში ყველაფერზე მაღლა დგას და ცხადი ელოდებიან დავალებას.
თბილისში მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით პოლიციამ 2 ადამიანის ხელკვალზე დააკავა. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული 45 წლის მამაკაცი. განზრახ მკვლელობის ბრალდები დაკავებული 36 წლის მამაკაცი წარსულში სხვადასხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვისაა ნასამართლევი. გამოძიების ცნობით მან თბილისში ერთ-ერთ ბარში ყოფნისას ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 19 წლის ახალგაზრდა ცივი იარაღი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაული 15 წლამდე ვადის თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კვლავ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლის წილხდომილობისა და ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს. საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო საზეიმო წირვას მახათას მთაზე ივერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში დილის 10 საათზე დაიწყებს. დღესასწაულთან დაკავშირებით მამა გაბრიელის ანაწილე ხატი ერთი დღით მახათას ტაძარში დაბრძანდება. წელსაც ილია მეორის ლოცვა კურთხევი წმინდა ანდრიას გზით მსვლელობა აჭარიდან დაიწყო, სადაც დღეს წირვა ხულოში, საღამოს კი ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიაში შალვა ახალციხელის სახელობის საკათედრო ტაძარში ჩატარდება. რეგიონების შემდეგ მსვლელობა გაგრძელდება თბილისში 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღეს ხატების შემობრძანდება სვეტიცხოველში 13 საათზე და ქაშვეთის წმინდა გიორგის ტაძრიდან დაგეგმილ საერთო სახალხო მსვლელობას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრისკენ წარუძღვება. მან შემოიტანა ქრისტიანობა, ქრისტიანული განათლება და კულტურა საქართველოში, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ხვდა წილად საქართველოში ქადაგება, მაგრამ რახანაც მოახლოებული იყო მიძინების ჟამი, სწორედ მისი თხოვნით გამოემართება აქ ანდრია პირველწოდებული და თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოატანს მას ხელთუქმნელ ხატს, სადაც არის გამოსახული ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ყრმით ხელში. და სწორედ ასე მოხდება ანდრია მოციქული საქართველოში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატით და განავრცობს ქრისტიანობას. სწორედ აქედან გამომდინარე 2018 წელს საქართველოს წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით ეს დღე გამოცხადდა ასევე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხდომილობის დღესასწაულადაც. წელს უკვე მეორედ მურალ ფესტმა 3D მეპინგის ინსტალაცია წარმოადგინა. ამ ინსტალაციაზე გერმანელმა არტისტებმა და სტუდია რეზორბმა იმუშავეს. ინსტალაცია რუსთაველის გამზირზე მეცნიერებათა აკადემიის ფასადზეა წარმოდგენილი, რომლის ნახვაც მსურველებს საღამოს საათებში 13 მაისის ჩათვლით შეუძლიათ. პროექტი თბილისის მერიის დაფინანსებულია. 3D მეპინგი უკვე მიმდინარეობს მეოთხე დღეა. ინსტალაციაზე მუშაობენ გერმანელი არტისტები შტეფან იმიგი და სტუდია რეზორბი. წელსაც ჩვენ მხარდამჭერი არის თბილისის მერია. ამ კონკრეტული ინსტალაციის მიზანია, რომ 3D მეპინგის პრეცედენტი ყოფილიყო საქართველოში, იმ ხარისხის გაგვეკეთებინა როგორც უნდა იყოს. ეს ინსტალაცია შექმნილია იმისთვის, რომ ხალხს აჩვენოს თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ქალაქები მომავალში. ეს ყველაფერი თანამედროვე ტექნოლოგიებისა და AI-ის დახმარებით შევქმნით. ფიქრობ, რომ ეს ყველასთვის მნიშვნელოვანი იქნება. სინოპტიკოსების პროგნოზით მომდევნო 3 დღის განმავლობაში საქართველოს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა და ტემპერატურის კლება. დასავლეთ საქართველოში 15-20 გრადუსამდე ტემპერატურა იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 19-24. დედაქალაქში იწვიმებს. დღეს და მომდევნო 3 დღის განმავლობაში საქართველოს უმეტეს რაიონში კვლავ მოსალოდნელია წვიმიანი ამინდი, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვაც. ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს და იქნება დასავლეთ საქართველოს დაბლობში 15-20 გრადუსი, აღმოსავლეთ საქართველოში 19-24 გრადუსი. თბილისშიც მოსალოდნელია უახლოესი 3 დღის განმავლობაში ხანმოკლე ხასიათის წვიმები. ქრონიკა 9-ზე ამით დასრულდა. ახალ ამბებს 10 საათზე დავუბრუნდებით. ეთერს განაგზობს იმედის დილა.